ყველას მოგესალმებით. მინდა ჩავწერო ვიდეო, როგორ დავარეგისტრიროთ, გავააქტიუროთ ჩვენი SafePal-ი, რომ გამოიყენოთ შემდეგ ბიტნესში სამუშაოდ. პირველ ყოვლისა შევდივართ Play Store-ში, თუ როგორც არის ეს Play Market-ი, რაც ქვია რა, ანუ Android-ზე Google Play-ში შევდივართ და App Store-ზე შევდივართ iPhone-ზე. თქვენ თვითონ მოძებნით, აი ეს საძიებულში ჩავწერთ SafePal-ს და გადავდივართ ინსტალაციას. დაველოდოთ გადმოტვირთვას და დავიწყოთ გააქტიურება. ამ საფულეს ვიწერ ზერელეთ, ანუ რას ნიშნავს ზერელეთ, საერთოდ არ გამოვიყენებ და ამიტომ შევეცდები ყველა კოდები და ყველა ნაბიჯი გაჩვენოთ ფარული ეკრანის გარეშე. გადმოიწერა და ღილაკზე ხელით თითის დაჭერით ხსნით მას. პირველივე ისა თუ როცა ახალი საფულის გახსნა გვინდა, არა პორტირება, არამედ ახალი საფულის გახსნა გვინდა, უკვე ანთებულია აქა, რომ შევქმნათ ახალი საფულე, წერია ვაწერთ თითს. პირველი კოდი 6 ციფრიანი, რომელიც თქვენ უნდა მოიფიქროთ, ისეთი კოდი, რომელიც არასდროს დაგაგვიწყდებათ და ყოველთვის გეცნობინებათ. მიუხედავად ამისა, მე გაძლევთ რეკომენდაციას, რომ ბლოკნოტში ყველა საჭირო კოდი, რომელსაც მე თქვენ ახლა გაჩვენებთ, რაზე არის ყურადღება გასამახვილებელი, აუცილებლად ჩაწეროთ და შეინახოთ, საგულდაგულოდ კოდების დაკარგვის შემთხვევაში ჩათვალეთ თქვენი ფული დაკარგულია სამუდამოდ. რატომ? იმიტომ რომ ეს საფულე გახლავთ დეცენტრალიზირებული და მას არ გააჩნია საპორტი. დამხმარე ვერავინ გეყოლებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ამას ჩანაწერის გაკეთების გულისთვის ვიწერ და არაფერში გამოვიყენებ, პირდაპირ გეტყვით, რომ ერთიანები ავკრიფე, ამ ერთიანებს ვიმეორებ, თქვენი კოდი უნდა დააყენოთ და შეინახოთ. გადავდივართ ახლა შემდეგ გვილზე, სადაც წერია შევქმნათ ახალი შევქმნათ ჩვენი seed phrase-ები, rezervne კოპია. დავაჭირეთ პირდაპირ ამას ხელს და ნახეთ, აქ არის ორი ველი, პირველი და მეორე ველს ვაწერთ ხელს და ამოდის ველი, სადაც აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ სამივე. აი მოვნიშნე, გააქტიურდა. Понятно, ანუ გასაგებიაო, აქ გადაიკითხეთ თუ გნებავთ რაც წერია და გადავდივართ. ისევ ჩვენი ფინანსური კოდი ამ შემთხვევაში 6 ერთიანი მაქვს, როგორც ვიცით და აი ნახეთ, გაიხსნა უკვე seed phrase-ები, როგორ არის განლაგებული ნახეთ. ერთიანი პირველი ნომერი წერია, მეორე ნომერი, მესამე ნომერი და ასე შემდეგ. აი ეს არ დასკრინოთ ხალხო. არ დასკრინოთ, იმიტომ რომ 1000 თაღლითია, 1000 რაღაც ისინი ბმულები მოგდის. ამ ბმულებს შეიძლება ჰაკერების ვირუსი შემოყვეს ისეთი, რომელიც კითხულობს უკვე ყველაფერს ამას და არ დაკარგოთ, არც ჯიბით ატაროთ. გადაიწერეთ ბლოკნოტში, რა ვიცი, 2-ჯერ, 3-ჯერ განროლეთ თუ გნებავთ საბანკო იმაში შეინახეთ ყუთში რაღაცა და არ ვიცი, საგულდაგულოდ გავუთხილთ ამას. დაუშვათ ეს ჩვენ გადმოვწერეთ, მოდით მე ამას ფოტოს გადავუღებ ერთი წამით, რომ გააქტიურებას მივცე რა. შემდეგ გავააქტიუროთ. ერთი წამით, აი ცოტა ვერ ხედავ რა. Tarifs. მოკლედ გადავიღე, ცოტა გალოდინეთ, მაგრამ ეხლა იწყება საინტერესო, როგორ გავააქტიუროთ ეს ყველაფერი, მოკლედ გადავიწერეთ ეს ყველაფერი, მზად გვაქვს ბლოკნოტში და გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე. აი უყურეთ ეხლა ერთგვარი ტესტია,
რომ როგორ შევავსოთ, შემდეგ ნაბიჯზე როგორ გადავიდეთ. ნახეთ, აქ არის სიტყვები არეული, ზუსტად ისე მოცემული არ არის, მაგრამ პირველში რომელი სიტყვა არის, იმას უნდა დავაჭიროთ ხელი, მეორეში რომელი სიტყვა, იმას უნდა დავაჭიროთ ხელი, მესამეში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით მე ახლა გავივლი ამას და გაჩვენებთ, აი, ჩაჯდა სიტყვა, როგორც კი დავაჭირე, მომდევნოს მოვძებნი და დავაჭერ, ესე იგი მეორე ნომერი ეს იყო, მესამე იყო frame, კი ბატონო, icon, ანუ შეცდომით რომ ჩავსვათ, აღარ გადავა და უკან დაბრუნება მოგვიწევს რა, წაშლა და ასე შემდეგ. ეს მეოთხე, მეხუთე ჩვენ გვაქვს spy. მეექვსე არის warfare. კი ბატონო, ვირუსი. age, rotate, ბატონო, salt, clip და blur. აი, როცა ავკრიფეთ ეს თანმიმდევრობა, როგორც ჩვენ ჩაწერილი გვაქვს, შემდეგ გადავდივართ შემდეგზე და აუცილებლად მიეცით დასტური, იმიტომ რომ თქვენ შეტყობინებები მოგივართ თანხარა ჩაგვირიცხათ და რაღაცა, ხო? ატკლანიც ახლა დალე, ახლა ამას თუ გინებავთ, ეს რას ნიშნავს, ის რას ნიშნავს, ყველაფერს წაიკითხავთ. მაგრამ მე ახლა ამ წუთას გამოვთიშავ და აი ჩვენი ფეისი გამოჩნდა. ახლა ჩვენ უნდა დავაყენოთ ჩვენთვის საჭირო Excel-ზე, რომ ვიმუშაოთ Bitness-ში. ამიტომ ნახეთ, შეიძლება თქვენ ინგლისურენოვანი გადმოიწეროთ და თქვენ შეგიძლიათ უკვე აქ შეხვიდეთ, აი ნასტროიკებში და უყურეთ, აი ამ ადგილზე აგერ არის, აი ამ ადგილზე არის ენის შეცვლა. ნუ თავიდანვე რუსულად დაждდა და იყოს. გამოდივარ. ეხლა ნახეთ, აი მონეტები არის, მონეტების თავზე არის все. ამ всეს ჩამოვშლი. Хорошо, დავადასტურებ ამას და მონეტების ჩამონათვალია, Excel-ის, უпростоრად Excel-ების ჩამონათვალია და ჩვენ გვჭირდება BNB chain-ი. BNB chain-ი, რასაც ვაწვევით ხელთ და ვადასტურებთ. აი ვააქტიურებთ BNB chains. ხედავთ, რომ ყველა დანარჩენი მონეტა გაქრა და დარჩა მარტო BEP20-ზე მომუშავე მონეტები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება BNB, ეს არის გაზი, ანუ ერთგვარი ბენზინი, საკომისიო და ამიტომ გვჭირდება ეს. მოდი ესეც გავთიშოთ, ეს არაფერ შეგვჭირდება და X-ზე თითის დაჭერით. აი X-ზე თითის დაჭერით, აგერ კუთხეში წაიშლება. ოკეი. SFP BEP20, ეს გახლავთ SafePal-ის მონეტა, ჩვენ ამ წუთას არაფერში არ ვიყენებ და ჩავხუროთ ეს ელემენტარულად თითის ხელაუღებლად დაჭერით. გამოჩნდა ესეთი ველი და შუაში არის script, ვაჭერთ script. კი ბატონო. ეხლა ჩვენ გამომშვება გვაქვს USDT-ში, USDT აუცილებლად უნდა იყოს BEP20-ის Excel-ზე. ესე იგი დავიმახსოვროთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ BEP20-ზე და ნახეთ როგორ უნდა გამოვიტანოთ. აი ეს ხილაკი, აი ეს რაც წერია უправление მონეტами, ეს არის ხილაკი, ვაჭერთ ხელს და საძიებოში ზემოთ ჩავსვათ USDT. USDT. კეთილი და პატიოსანი. ეხლა გვემო ჩამონათვალში ჩვენ USDT-თ ნახე, რამდენი Excel-ზეა, ERC-ი არის Ethereum-ზე, TRC არის Tron-ზე და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ გვჭირდება BNB, ანუ Binance-ის Excel-ი. ავდივართ ცოტა ზევით და ნახეთ, აგერ გამოჩნდა USDT BEP20. ვაპლუსებთ ამას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ეს მონეტა გამოვიტანეთ საფულეში და გამოვდივართ ისარზე თითის დაჭერით. ხედავთ უკვე, რომ საფულე უკვე მზადყოფნაშია. აქ უკვე არანაირი პრობლემა არ არის, ჩვეულებრივად უკვე გავაგრძელებთ მუშაობას და შემდეგ რეგისტრაციას. თქვენ უნდა მიიღოთ ახლა რეფერალური ბმული თქვენი სპონსორისგან, სადაც უკვე ბრაუზერში შევდივართ რა. აი ნახეთ, ბრაუზერს ვაწვევით ხელს. აქ მონიშნვას აკეთებთ, ნუ გადაიკითხეთ ეს ყველაფერი, მონიშნვას ვაკეთებთ, მწვანე ღილაკს ჩავსვამთ. აგერ ბატონო ალბათ ჩანს, მწვანე ღილაკით მოვნიშნეთ და გააქტიურდა ველი, რომელზეც თითის დაჭერით გადავდივართ უკვე სხვა ველზე. ზემოთ საძიებოში
ვაწყაპუნებთ თიც და აი საძიებო ნახეთ ზემოთ რო არის. აი აქ უნდა ჩასვათ თქვენი რეფერალური ბმული. მოდი ამ შემთხვევაში ახლა მე რეფერალური ბმული არ მაქვს და ბიტნეს ჩავწერ. მოდი შენ სად არის ეგაც. აი ბიტნესტი დავწერე წერტილი მე თქვათ, ხო? აი ამ შემთხვევაში ჩავწერე რეფერალური ბმული არ არის. თქვენ უნდა ჩასვათ რეფერალური ბმული რეგისტრაციის დროს. ეხლა ნახეთ რა ხდება. პირდაპირ ამოდის ეთერიუმი. ჩვენ ეთერიუმი ვიცით, არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება BNB ქსელი. ანუ ზემოდან მესამე გახლავთ BNB chain, რაც ჩვენთვის არის საჭირო, ხო? და მოვნიშნავთ არა ეთერიუმს, არ კერდავტოვებთ, ეს არ გამოვტოვოთ. ეს უნდა დავაჭიროთ და მოვნიშნოთ. ამოვა ველი, რომელსაც ვადასტურებთ, რომ აღარ შეგვაწუხოს ამ შეკითხვებით და ვეთანხმებით. ჩვენ გადაგვიყვანს ბიტნესზე სარეკლამოს თიშავთ X-ით და connect-ით ვაკავშირებთ უკვე ჩვენს საფულეს. ვათანხმებთ პატვერძით, აი ლურჯი ღილაკი ცოტა ცუდად ჩანს, ბოდიში, აი ვაწვევით ხელს და იგივე ფინანსურ კოდს, ჩვენს ფინანსურ კოდს გთხოვთ, თუ გახსოვთ ჩვენ ერთიანები ავიღეთ და ნახეთ უსპეხ. ანუ ჩვენ უკვე გავწევრიანდეთ, ჩვენ უკვე რეფერალური ბმული შევიყვანეთ და ვართ უკვე ამ სისტემაში. ეს არის რეგისტრაცია. შემდეგ რა ხდება, ეს გამოვდივართ აქედან, შეხედეთ უკვე იარლიკი გაჩნდა და უკვე ამ ღილაკზე თითის დაჭერით შევდივართ პირდაპირ იმაზე ბიტნესზე. ნახეთ ახლა კაშილოკზე თითის დაჭერით როგორ უნდა შევავსოთ ბალანსი. USDT-ში ვავსებთ ამას ჩვენ. ვაწვევით ხელს და შუაში ჩარჩოში მოთავსებული არის პავლუჩით. ხედავთ? პავლუჩით. დავეჭიროთ ხელი. ატკლანით, всё, ან შეგიძლიათ ისო, სხვადასხვა იგენს ველებს მოივლის და გასწავლის ეს რას ნიშნავს, ეს რას ნიშნავს, ასე შემდეგ რა. აი ამოვა ან QR კოდით, ან კიდე უბრალოდ კოპირავად, ვაკოპირებთ ამას და ამ მისამართზე ვრიცხავთ BEP20 ქსელზე. USDT BEP20 ქსელზე. მოგახსენებთ, რომ გადმორიცხვა შესაძლებელია როგორც CoinMoney-დან, Bitnet-დან, Bybit-დან, Binance-დან, ნებისმიერი პლატფორმიდან შეგიძლიათ გადმორიცხოთ, მხოლოდ არ შეგვეშალოს ქსელი. USDT BEP20 უნდა იყოს. CoinMoney აქვე გეტყვით, რომ CoinMoney-დან გადმორიცხვა თუ არ ვცდები, მიაქვს 1 USDT, საკომისიო Bitnet-დან 0.01 დოლარი, ანუ 1 ცენტი, ხოლო Binance-დან საერთოდ არაფერი არ მიმაქვს, რატო? იმიტომ რომ ეს არის Binance-ის ქსელი. აი ეს არის უკვე, როცა გადმორიცხავთ, შენ ხარ ჩემი ბატონი, თანხა გვაქვს, აუცილებლად უნდა შევიძინოთ BEP20, რამდენიმე მონეტა რა. ეხლა რასაც ვყიდულობთ, ამ შემთხვევაში ვაჭერთ BEP20, ესა BNB-ს და ნახეთ პირველივე ღილაკი რა, ჩარჩოში რაც არის აბმენ, ანუ გადაცვლა. ვაწვევი ხელს გადაცვლას და აქ ბიტკოინის ნაცვლად ან შეგიძლიათ ესე გააკეთოთ. ნახეთ პირდაპირ USDT-ს დააწვევით ხელს აბმენ და პირდაპირ BNB ჩაგიჯინათ და USDT ჩაგიძინათ. უკვე საძიებო აღარ გექნებათ რა. მაგრამ ადგილ მდებარეობას შეცვლით აი ამ ისრების, ამ ღილაკზე ხელით დაჭერით. რატო? ზემოთ წერია Pradait, გაყიდვა წერია Polchit. თუ ჩვენ შევსებული გვაქვს უკვე USDT, მაშინ ჩვენ უნდა გავყიდოთ USDT და გადავიტანოთ ზემოთ. აი ღილაკზე, როგორც ხედავთ, თითის დაჭერით შეიცვლება. ნახეთ Pradait. 3 დოლარი არის მინიმალურად შესაძენი. მიხდით? აი აქ მე არ მიაქტივდება, იმიტომ რომ ისა რა ქვია, თანხა არა გვაქვს და აწვევით აბმენს გადაგიყვანს და იქ წერია gas station. რას ნიშნავს gas station? თარგმნით გაზის სადგური. ასე ვთქვათ რა, პირდაპირ თარგმნა, ხო? გაზის სადგური იმას